რა იქნება თუ დღეს ბავშვს არ ეცოდინება, რომ ფული ისეთივე რესურსია, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. და რატომ მივდივართ და ბავშვებთან რატომ ვიწყებთ ამაზე საუბარს. ბავშვმა, რომელმაც ჩვევაში არ გადაიტანა პატარა ასაკიდან, რომ დღეს რომ 5 ლარი მაჩუქეს, იმ 5 ლარს ბევრი დანიშნულება აქვს და რომ ყველაფერი რაც მინდა ჩემი საჭიროება არ არის, ეს თუ არ იცის 5 ლარი რომ ექნება ნაჩუქარი, იმასაც ისე დაახარჯავს, როგორც 5,000, რომელიც შეიძლება მისი სახელფასო შემოსავალი იყოს მომავალში. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ რატომ ესაუბრებით ბავშვებს, როდესაც ისმის შეკითხვა, რა აზრი აქვს მათთან დეპოზიტზე საუბარს, ბანკშიც ვერ მივას რაღაცა 10 წლის ბავშვი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ქცევის გამომუშავება და დამოკიდებულებების ფორმირება. ცოდნა ცალსახად, მაგრამ ისაც გრძელვადიანში მათ დაეხმარებათ ეგ არის. ან ბავშვმა თუ თავიდანვე იცის, რომ გავარჩიო რა არის ჩემი საჭიროება, რომ საკვები მჭირდება, წიგნი მჭირდება, გართობაც კი შეიძლება ის სურვილიც რაღაც დონეზე საჭიროება იყოს. ცოტა გართობაც ზედმეტ შეიძლება დამჭირდეს, მაგრამ ამაში მთელი ჩემი ფული არ უნდა წავიდეს და შეიძლება მთელი ეს ფული 5 ლარი იყოს კვირის განმავლობაში. ამას თუ ბავშვობიდან სწავლობს, იცის, რომ ნებისმიერი შემოსავლის რაღაც ნაწილი უნდა შეინახოს. შეინახოს იმისთვის, რომ ბავშვობის ასაკში რისთვის აგროვებენ, უკეთესი რვეული უნდა რომ იყიდოს. რომელიც საჭიროება არ არის და დედა ამბობს, რომ მე უკეთ ვიცი და შენე არ გჭირდება. მაგრამ მე მინდა და ის რომ ეს უკვე ჩემს ხელშია, ჩემი სურვილები როგორ რეალიზდეს, ამას ვასწავლეთ ბავშვობიდან. და ზრდასრულ ასაკში შემიძლია რომ თუ კი ეს ცოდნა და დამოკიდებულებები მაქვს პატარა ასაკიდან, ხელფასი რომ ჩაირიცხება, აღარ ვწუწუნებ, რომ ერთ კვირაში ეს ფული გაქრა. იმიტომ რომ ფული არ ქრება, ხო, ფულს ვხარჯავთ და გონივრული ხარჯვა არის ის, რაც გვინდა რომ ვასწავლოთ ბავშვებს.